მოგესალმები, დადგა შაბათი დღეს აღამოს ხრისნახევარი, მე გახლავართ გიორგი დარასელია და აუცილებლად მინდა მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი, ყველა ის ადამიანი, ვისაც უჭირს, ვისაც პრობლემა გაქვთ და ჯარისკაცები პატიმრები და ყველა ის ადამიანი, ვინც ემზადება ხვალიდან მარხვისათვის და ასე შემდეგ და დღევანდელი ჩვენი თემა მარხვაზე ყველაფერზე კი ქონია, მაგრამ ცოტა სხვანაირი კუთხით მინდა წავიყვანოთ, იმიტომ რომ მამა დავით ციცქიშვილი ყავს და მე ამ შანსს არ გავუშვებ ხელი და რომ არ ჩავიკითხო რაღაცეები, მამაო დაგლოცეთ თუ შეიძლება ჯერ გაიხარეთ. დიახ, მამაო, თქვენ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ძალიან ბევრი ისეთ ხერხს გვასწავლით ხოლმე, რაც მერე გვადგება ხოლმე ძალიან რა და ამასთან დაკავშირებით, აი ხვალ არის შენდობის დღე მაგალითად. ჩვენ ვიცით ხოლმე შენდობა, მაგრამ მაინც შენდობას ბოლომდე ვერ ვახერხებთ ხოლმე და ასე შემდეგ. რაღაც თქვა ძალიან გვტკენენ ხოლმე გულს და აი ეს გულის ტკენა ადამიანმა როგორ უნდა ისე როგორ უნდა გაიქარწყლოს, რომ მართლა გულით აპატიო, ან ასე შემდეგ, რა შეიძლება, აი რამე თავარი იარაღი თუ არის ისეთი, რომ ადამიანმა არ როგორ ისეთი რაღაცები ვითარდება ამ ბოლო ხანებში, არ ადამიანები ძალიან ადვილად იფოღმებიან და ასე შემდეგ. და ზოგს ვერც ვამტყუნებ, მაგრამ ეკლესიურად თუ შეხედავ, შეიძლება რაღაცა ცოდვაში იყვნენ და როგორ შეიძლება, რომ ამ ყველაფერს მოერიოს ადამიანი, მამაო, საერთოდ მორწმუნე იქნება თუ არა მორწმუნე ეს? დიახ, ზოგჯერ შთაბეჭდილება იქნება, რომ ჩვენი ერი არის დაბოღმილიერი. დიახ. ძალიან დიდი უარყოფითი მუხტი დაგროვილი და მიდრეკილია ქილიკისკენ, განკითხვისკენ და ასე შემდეგ. მრავალი რამ მიუთითებს ამას, თუ შეიძლება ასე ითქვას. და მარხვა იწყება ხა დიდ მარხვა და ხვალ არის შენდობის კვირა. მე ვფიქრობ, რომ შენდობა გულისხმიერი ესე ადვილი მისაღწევი არ არის. ჩემთან მოდიან და მეკითხებიან, რომ მამაო, აი გარეგნულად თითქოს შეუნდა, მაგრამ შინაგანად ისევ ბობუქრობ და წყენა მაქვს. აი რა ესე მეუბნები, რომ ეს არის უფლის წყალობა. ესე ადვილად შენ არ მოგეცემა ამის ნიჭი. მაგრამ გასავლი ერთ რაღაცას. აი როდესაც გარეგნულად აპატიებ და შემდეგ შემოდის წყენის მომენტები. შეეცადე რომ გონება სხვა მართულებით გადართო. გულში ჯიხს ვერ დაირტყავ და ეს შინაგანი შენდობა არ მოვა ასე. ამას წლები და ათწლეულები უნდა, მაგრამ ის მაინც შეიძლება რომ ამაზე ბევრი არ იფიქრო. ასე რომ საკმარისად ძნელად მისაღწევია მით უმეტეს დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ადამიანი ძალიან დაუბრალოებულია და საკმარისად შეზღუდულია თავისი ბუნებით, თავისი გაქანებით. მე მახსენდება ერთ-ერთი ეპიზოდი ჩემი ცხოვრებისეული, როდესაც ერთ-ერთ მგდელს აკრიტიკებდი ადრე და ამ დროს დავიწყე ლოცვა. და უცებ ამომიტივდი და ძალიან ბევრი კარგი საქმე ის, რაც მას შენთვის ჰქონდა გაკეთებული და მივხვდი რომ ეს უფლის წყალობა. სხვათა შორის, როდესაც მრიცხანებ, ერთ-ერთი ხერხია გაიხსენო იმ ადამიანის კარგი საქმეები თუ რაიმე გაუკეთებია. და რაღაცნაირად გეშვება. ეს უფლისმიერი, ასე ვთქვათ, ხერხია. და რაღაცნაირად რო შევაჯამო, მაინც აი მიმართულებით წავიდოდი, რომ როდესაც ადამიანი სწორად ვითარდება ქრისტიანული კუთხით, როცა ახსარებას ამბობ და ახსარებაში აკონკრეტებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის ბევრს წარმოდგენაც არა აქვს ახსარების ხარების შესახებ. ახსარება ძალიან მნიშვნელოვანია მიმართულებით, რაშიც ადამიანი იჭედება, თუნდაც აი მიტევების კუთხით. და აი როდესაც ახსარებაში აი ნიუანსებს აღნიშნავ, იმ ფიქრებს, ემოციებს ასახელებ, რაც მოდის იბრაზის დროს რომელიმე კონკრეტული ადამიანის მიმართ, აი ამ დროსაც მთელ შემთხვევებში შობას გრძნობს ადამიანი. ასე რომ დავიყოთ მიმტევებლები
და აქაც ხშირად ვამახვილებ მე ყურადღებას მამაო ჩვენოს ერთ-ერთი ფრაზა რა არის რომ მოგვიტანენ თანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მივდებ თანადებთან ჩვენთ ანუ რამდენჯერ უფალი ჩვენ გვპატიობს როდესაც სიღრმეში შედის ხარ ეკლესიური ცხოვრების რამდენიერ შეცდომას იხსენებ აფიქსირებ შენაკლოვანებას მანკიერებას უღირსის აქციელი წინ მოდის და ამ დროს ვისაც შეუგზნია უფლის მოწყალება რამდენჯერ დავცემულ ვართ არასწორად მოქცეულ ვართ და აი ამ უამრავი ეგეთი ასე ვთქვათ დაცემის შემდეგ უფალი ისე მობრუნებულა ჩვენსკენ და როგორი ხშირად მეწრულმანეები როგორი ასე ვთქვათ ნისხანენი გამოდივართ უფალთან შედარებით ადვილი არ არის მიტევება მე ვფიქრობ რომ ჩვენ ქრისტიანები პათეტიდისგან უნდა განთავისუფლდეთ და რეალურად უნდა შევხედოთ ყველაფერს ჩვენი ადამიანური მეს მოთოკვა ძალიან რთულია თავი ამოცანა ეგ არის ჩვენ ვებრძვით გამძვინვარებულ მხედს რომელსაც ხარ შურს ხარ რისხანებს ხან კიდე სხვა არასწორი მიმართულებით მიდის ეს ბრძოლა არის ხელოვნება ეს ბრძოლა არის ის რაც ხშირად წლების და ათწლეულობის განმავლობაში გრძელდება მაგრამ თუ ბრძოლის განწყობა არ არის მაშინ რა აზრი აქვს ჩვენ ამ ქვეყნად მოვლენებას და ცხოვრებას დიახ ძალიან დიდი მადლობა მამაო თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით ადრე არ იყო ესეთი დაკომპლექსებული ადამიანი დღეს თითქოს რაღაცა ცდილობენ აი თუნდაც მოზარდებიდან მოყოლებული ხო რაღაც ცდილობენ რომ თითქოს რაღაც გამოსულები არიან თითქოს რაღაც მაგრამ ამის უკან აი ეს უყურებ ხოლმე და ძალიან დიდი კომპლექსი დგას ჩაკეტილობა ის რომ ის უკვე დააჯერა ბოროტმა რომ მას ვერავინ ვერ უგებს ის ერთადერთია ესეთი და განუმეორებელი და ასე შემდეგ და ეს ხალხი ვერ უგებენ იმიტომ რომ ეს კარგია და აი ნახე რა ცუდი საზოგადოებაა და ასე შემდეგ ეს ჭირთ ადამიანებს მამაო ხშირად და ეს თავის თავს ესე აჯერებენ ამ ყველაფერს და ძალიან ცუდი ბოლო აქვს შემდეგ ამას ეს ამპარტაუნება ხიბლი და სად მიყავს მე კაცმარიც და თუ შეიძლება მამაო ამასთან დაკავშირებით აი რატო არის თითქოს ესეთ გახსნის სამყაროში როცა ყველა მიღებულია ყველაფერი მიღებულია თითქოს და ესეთი დაკომპლექსებული ადამიანი იმიტომ რომ აი თუნდაც რომ გაიული რაღაცნაირად ისეთი რაღაცა თავისუფლად ჩაცმული გოგო ბიჭები შეიძლება შეგხვდნენ რაღაცა მაგრამ ამ დროს მათ უკან იდგას ძალიან დიდი კომპლექსი აი საიდან ხდება მამაო ადამიანში იმიტომ რომ ვერანაირად თან ევროპელობენ თან ვერანაირად ამ ევროპაში ვერ შედიან იმიტომ რომ ის ევროპელობაც თუ გაითავისეს ისიც მე რაღაცა ცხენიათ თუ რაღაცა ანუ შენში რო არზის ვერ ითავისებ რა თუ შეიძლება მამაო ამასთან დაკავშირებით აი როგორ უნდა მოიხსნან ან ისე როგორ არ უნდა დაკომპლექსდნენ რომ ღმერთს არ ეწყინოს მე იმიტომ რომ ეს აშვებულება ფაქტი არის იმისა რომ იმიტომ მაუშვის რომ თვითონ არიციან თავის დაჭირა და რაღაცა სადღაც დაინახეს და გააკეთეს ის და იგივე აი ესეთი მიბაძვითი ფორმი და ამ დროს რო არ გიხდება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი რა შეიძლება სულ არ მოსვოს იმ ვიღაცას რაღაცა წვანეთმა რო აქვს მაგრამ უბრალოდ იცის რომ სადღაც ვიღაცას წვანეთმა დაშვებული გონია და ასე შემდეგ და შენ განახებს ამით რომ ვითომ თავისუფალია და ამ დროს ამის უკან დგას პირიქით დიდი შებოჭილობა და ასე შემდეგ თუ შეიძლება მამაო აი რისი ნიშანია ეს აი ადამიანის სულის ამბავში აი რა სჭირს მას რა მდგომარეობაში იმყოფება ალბათ უნდა ითქვას ის რომ როდესაც ადამიანის აქციელი ყვირის არ მხოლოდ აქციელი როდესაც გარეგნობა ყვირის ახლა წვანე თვა აღნიშნეთ რაღაცას დატუებს იკეთებენ და ასე და ასე შემდეგ ამის ასე ვთქვათ კონტექსტი რა არის რომ ყურადღება მიიქცია თუ შეიძლება ასე ითქვას და ეს უკვე ასე ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა არაჯანსაღია საერთოდ ქრისტიანული პრინციპი რა არის რომ უნდა იყოს ის რაც ხარ თუ შეიძლება ასე ითქვას ალბათ ჩვენი მამების და ბაბუების თაობაში თავს იწონებდნენ არა წვანეთებით და დატუთი არამედ იმითი რამდენი წიგნი ჰქონდათ წაკითხული
მე დროს სხვა ურთიერთობები იყო, მე ესე ვიტყოდი, უფრო ადამიანური, უფრო გახსნილი. უფრო ენდობოდნენ ადამიანები ერთმანეთს და ზნეობა უფრო დიდი იყო, ხა. ადრე მე გამაკრიტიკეს ერთ-ერთი არხით, რომ თქვის, რომ საბჭოთა პერიოდი იყო და ეკლესიები დახურული იყო და ათეისტური ხანა იყო და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ზნეობა უფრო დიდი იყო. ადამიანური მომენტები უფრო წინ იყო წამოწეული, ხა, მოვიდა უსიყვარულობის ხანა, ეგოიზმის და ასე შემდეგ და ბუნებრივია ის ხანაც ბადებდა იმას, რომ ადამიანები ნაკლებად იყვნენ დაკომპლექსებული. თავის გასაჭირში მეც პოულობდნენ თანამდგომს, ხელის გამწოდეს და ასე შემდეგ და ეხლა როგორ გითხრათ, იცით, მე მგონია, რომ ძალიან გაზებდაპირულობისკენ წავიდა 21 საუკუნის ადამიანი. ეს ყველაფერში ჩანს, მათ შორის აი მაგალითად შემოქმედებითი კუთხითაც, მე რომ გითხო. თქვათ, თუ უყურებენ ისე უფრო ძველ ფილმებს უყურებენ, ძველ კომედიებს. მე პირადად აი რომ ვისმენ სიმღერებს, თუ ქალაქურ სიმღერებს, აი ძველი მომღერლების იქ ლილი გეგელია იქნება თუ სულ გოგოროშვინიძე, აი მათი ხმა უფრო მომწონს, მათი შესრულების მანობა რაღაც თბილი ადამიანურია და აი დღევანდელი მომღერლები რო ასრულებენ, სიმღერა თითქოს ისეა, სიმღერა თითქოს ერთ და იგივეა, მაგრამ რაღაცა ემოციებისგან არის დაცლილი, სიცივე, იგრძნობა, ну ეს ეთქვა ჩვენი ეპოქის უბედურებაა ყოველ შემთხვევაში. მიდის ადამიანი ნენლა იმისკენ, რომ შემოქმედებითი სული კვდება და ეს ყველაფერზე, ასე ვთქვათ, იჩენს თავის კვალს და რაც აღნიშნავთ ალბათ მათ შორის დაკომპლექსების კუთხით მიდის კაცი, როდესაც როგორ გითხრათ, იცით, არ არის დიდი შინაგანი სამყარო. იქ გარეგნულზე კეთდება აფექტი და ძალიან ბევრი რაღაცა აკომპლექსებს ადამიანებს. ადრე უფრო გამძლე იყო კაცი. თუ შეიძლება ასე ითქვას, არის ესეთი ხერხი სულიერი და ფსიქოლოგიური დახმარების, როდესაც გიჭირს შენზე გაჭირებულს უფრო მეტად გამოგიგზავნის უფალი და იმასთან შედარებით შენი გაჭირება დიდად არაფრად არ მოჩანს. ადრე იყო ეს მომენტი. აღზრდაც მეტი იყო. ანუ უფრო კიდევ ურთიერთობა, უფრო ადამიანური გარემო იყო. ბევრი ფაქტორი იყო ის, რომელიც ამპირობებდა იმას, რომ პიროვნებები იყვნენ. მე ესე ვიტყოდი, აი ქართული სუფრაც რო ავიღოთ ეხანდელი და მაშინდელი. ადრე ალბათ კი არა, ესე იყო, ლექსები ითქმებოდა, ისეთ თემებზე ხდებოდა საუბარი, ეხლა რაღაცა ზედაპირული და არაფრის თქმელი. ვალდებულების მიზნით ხო? ასე რომ სამწუხაროდ ძალიან უჭირს 21 საუკუნის თანამედროვე ადამიანს და მე ესე ვიტყოდი, რომ ხალხი, ადამიანები ერთმანეთს ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილებივით ემსგავსებიან. ხო, ეს ანდერ რაღაცა განსხვავებული. და მამო, აი მასთან დაკავშირებით თუ შეიძლება კიდე რო ვთქვათ, რომ აი განსხვავებულ აზრს ვერ იღებს ადამიანი. ძალიან ცუდი, აი ჩვენთან თან ეს ბევრი მოაზროვნეა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით აი გახედავს და ეზარება, ეხლა ჩვენთან აი ძალიან ბევრი არჩევანია სიტყვაზე, ის ტელეფონი იქნება თუ ნებისმიერი მანქანა იქნება, მაგრამ ერთი იყიდის რაღაცა BMW ან Mercedes, ყველა ყიდულობს ამას. მეორე იყიდის iPhone სიტყვაზე, ყველა ამას ყიდულობს. ამ დროს შეიძლება რომელიღაცა ტელეფონი ან რომელიღაცა მანქანა ამას ჯობს, მაგრამ გეზარება რა აზროვნება ეხლა, რომ აუ სადი, აი მოდი რა იმას ყავს და ესე იგი კარგია. აი რაღაც ან მოდაშია და მაგიტომ ყიდულ. აი რატო ეზარება მამო, იმიტომ რომ მეც ხშირად მომსვლია ხოლმე მიყიდი რაღაც ტელევიზორი, რომელიც ჩემ მეგობართან მინახავს და ამ დროს მისვლარ და უფრო უკეთესი ფუნქციებით გვერდზე იქდევს და არავინ არ ყიდულობს. მაგრამ ის ამ დროს ის არ ქვია. იმიტომ რომ მეზარება რაღაცის გადახედვა ანას შემდეგ. აი რატო ხდება ხოლმე მამო, აი
ფასის მიხედვით იგივე აზროვნება, ხო, ჩვენთანაც, აი რაღაცა ხილზე მიდიხარ და რაღაცა ცოტა ძვირი რომელიც ღის, აუ ეს კარგი იქნება ნამდვილად. ამ დროს შეიძლება გვერდზე უფრო იაფოთ უკეთესი სიტყვაზე ვამბობ, ხო? შენ რომელიც მოგწონს ისიდოს, მაგრამ არა აი ეს რატო ხდება მამაო ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს კიდე სად გადმოვიდა, იცით მამაო, ეკლესიებში გადმოინაცვლა ამ პრობლემა, იმიტომ რომ აი მარხვას ვიღაცა რომ მარხულობს, იმიტომ მარხულობ და არა შე რო გინდა იმიტომ. და ასე შემი სულ ვერ ერკვეოდა შეიძლება რაღაცაში, მაგრამ მისდევდე იმას, ჯვარი იმიტომ უკიდია ვიღაცას რომ ის რომ დაიცვას და წამს რაღაცის, იმიტომ რომ ვიღაც მაგის კლასეს უკიდია ან ასე შემდეგ ვიღაც თანამშრომლებს, ხო? ანუ აი ეს ვერ გავითავისე და მე იმიტომ ადვილად კარგავთ ხოლმე, მამაო, ყველაფერს, იმიტომ ჩვენი ნაშრომით არ არის მოპოვებული, ხო თქვენ იშრომეთ, აგერ დაწერეთ წიგნი და ეს წიგნი ავიღე და მეც გადავწერე და მეც მეკუთვნის. ანუ ესე არ არის, ანუ ჩემი აზროვნებითაც ხო უნდა მოვიპოვო, ხო რაღაც. ანუ აი ამისის რატო ეზარება ამ ქართველ და ნიჭიერ ხალხს მახსენდება ხოლმე, ეს ნამდვილი ხოლმე, რომ მასწავლებლები რომ ნიჭიერია, მაგრამ ცოტა ზარმაცი. აი ეს იყო უშრობლისთვის ცოტა ისა რა ქვია რა, დამამშვიდებელი რა, ორ-სამ ბავშვს ეუნებოდი ხოლმე. ხშირად რას ქვია ზარმაცი, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. აი ეს რატო ჭის მამაო, ქართველს, იმიტომ ბევრი რამე, აი ცოტა დიდ საკითხებს რომ მიუდგა, მიწებიდან მოყოლებული ყველაფერი ეზარებათ მამაო. გაუგია რომ სიტყვაზე ადვილია ტაქსაობა, ამით იშოვი ფულს და ყველა ტაქსისტია. აუ გაუგიათ რომ რაღაცა ადვილია, ყველა ის არის, რა ქვია. აი სიტყვაზე თუ შეიძლება აფიციანტობა ადვილია სიტყვაზე და ყველა არის აფიციანტი სიტყვაზე. აი ეს მომენტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი ხელმოსაკიდი საქმეა, რამაც შეიძლება გაცხონოს კიდევაც და სხვაც დაასაქმო და ასე შემდეგ, მაგრამ ეზარება ადამიანს ზარმაცია რა და მე ვფიქრობ სულ რომ აუ ჩემი მე ვერავინ ვერ მაფასებს, ტყუილა ვისწავლე რაღაცა და ზია სახში და ასე აი თუ შეიძლება მამო აი ეს როგორ მიხვდეს ადამიანმა დღეს თუ სიტყვა სახში ზის და განძრევა ეზარება და მაინც და მაინც მთავრობაზე რო ამბობს რომ აი ცუდი მთავრობა, იმიტომ თვითონ ეზარება განძრევა სიტყვაზე. მაპატიეთ ეხა მთავრობას კი არ ვაკეთებ, ეხა იცი თქვენ რომ არ ვაკეთებ არავის ისე იმათ ზედმეტად, მაგრამ თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რა. მე ვფიქრობ რომ საერთოდ ისეთი დრო მოვიდა რომ ადამიანი უფრო და უფრო ნაკლებად აზროვნებს. ეხა გადაცემა მიყავთ, მაგრამ მახსენდება 90-იანი წლები, როდესაც შუქი ჩაქრებოდა ხოლმე. მაშინ ხშირად ირთვებოდა რა სინათლე და რას ვამჩნევდი იცით ჩემ თავს, რომ აი ტელევიზორს ვარ უყურებდი, უფრო მეტად ვაზროვნებდი. თავში შემოდიოდა, ვთქვათ, უფრო მეტი ფიქრი. ეხლა არის კომპიუტერის თაობა. კომპიუტერს ბევრი დადებითი აქვს, მაგრამ ბევრი უარყოფითიც. მე ვიტყოდი, რომ ნარკომანიის ერთ-ერთი სახე გახდა. ხო და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აზროვნება უფრო ზედაპირული ხდება. მით უმეტეს ეხლა ახალგაზრდა თაობა, რომელიც საათობით არის მიმჯდარი კომპიუტერზე ბოდიშამ სიტყვაზე გამოხლიავდება ხოლმე. იქ ეხლა რა აზროვნებაზეა ლაპარაკი. მე რა არიცით ესეთი მომენტია საინტერესო, რომ აი როდესაც ზედმეტი მოგდის ტელევიზორის ან კომპიუტერის ყურება რა, ამ შემთხვევაში რა არიცით, აი როცა დაღლილი მიდის სახში ადამიანი, ხშირად ეგრევე ან კომპიუტერს მიუჯდება, ან ტელევიზორს ჩართავს. გონება აღარ ისმენებს. იმ დონეზე ჩერდება, რა დონეზეც იყო გადაღლილი, ან უფრო იღლება. ასე რომ აი ეს პირობები ესეთია, რომ გარემოა რომ აზროვნებისკენ ნაკლებად, ასე ვთქვათ, გიბიძგებს ფაქტორები. ერთ-ერთი მომენტი რა არის, იცით კიდე, აი წიგნიერება. როდესაც აი წიგნს კითხულობ, არა? განსაკუთრებით სასულე ლიტერატურას. გრძნობ, რომ twins საკვები ეძლევა. აი შეიძლება ძალიან განათლებული ადამიანი იყო და დაანებო თავი კითხვას. აი გრძნობ როგორ ღარიბდები. ის რაც წაიკითხე, ის ნელა გავიწყდება, ფერფრთალდება და ასე და ასე შემდეგ და ამიტომაც პირადად მე მრევს ვეუბნები ხოლმე, რომ მოდი აი ცოტა მაინც აიკითხეთ ის განმავლობაში, რომ თავმა სხვა მმართველობით დაიწყოს მუშაობა. ჩვენი პატრიარქი ხშირად მოთქვავს იმის შესახებ, რომ დღეს წიგნებს ნაკლებად კითხულობენ. ესეც რა თქმა უნდა ხელშემწყობი ფაქტორია, რომ აზროვნების დონე, მე ესე ვიტყოდი, კლებულობს და დაბალია. ასე რომ საკმარისად გაზედაპირებულია.
არის კიდე ესეთი საინტერესო მომენტიც ეცით. ერთ-ერთი ბერი ათონელი ამბობს, რომ ბოლო ჟამსო ეშმაკიო რას აკეთებსო, იცით, ღვთისაწინააღმდეგო ძალა და ეს ძალა არ მოდის ესე პრიმიტიულად რქებით და კუდით, ეს ძალა მოდის ძალიან ცხოვრებისეულად. რომ ადამიანებსო მიაქცევინებს ყურადღება გარეშე მოვლენებზეო და იმით ასაზრდოებსო. შინაგანი მე რაც არისო, იმისკენო გზას უკეტავს. აი რა იგულისხმება ამაში. ალბათ თითოეულ ჩვენთანგანს რაღაცა კუთხით განუცდია კიდევაც. რჩები საკუთარ თავთან, ფიქრობ და მალევე გწყინდება და კარგი ხარ. კარგი ხარ მეგობრისკენ, ტელევიზორისკენ, კომპიუტერისკენ. ანუ თითქოს შენ თავთან დარჩენა გიჭირს. აი ესეთი ხანაც მოვიდა, მე ესე ვიტყოდი, არა საკუთარ თავში ჩაღმარების, არამედ უფრო გარეგნულზე ყურადღების გამახვილების. ასე რომ ბევრი მე ესე ვიტყოდი ფაქტორია, რაც აზროვნებას უკნინებს ადამიანს და როგორც აღნიშნეთ, არა მე გადაღლილ გონებას უკვე ეზარება აზროვნება. ინფორმაციისგან გადაღლილ გონებას, დაუსვენებელ გონებას და ასე შემდეგ და მე პატარა რაღაცაზე შეიძლება თავი აღარ გაატოკოს, იმიტომ რომ გადაღლილია და ეხა ესეც მეგონი ახალს არაფერს არ ვიტყვი თუ აღნიშნავ რომ ერთ-ერთი ჩვენი უბედურება არის ზედმეტი ინფორმაცია, რასაც გინდა თუ არ გინდა ღებულობს ადამიანი და აი ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ ხდება შენი ზედაპირულობა. შემოქმედებითი ფსიქოლოგიაში არის ძალიან საინტერესო ესეთი კანონზომიერება, რა იყო ბევრი დიდი აღმოჩენა გაკეთდა დასვენების დროს, როდესაც გონება იყო მძლავრი. ეს დაახლოებით რას გავს, იცით? ფიზიკურად რომ შენ დასვენებული ხარ, ხო? მეტი ძალა გაქვს, არა? თუ გადაღლილი ხარ, იქ ძნელად რომ ნიჩაბი აიღო და დაბარო, არა? იმიტომ რომ დაუსებული ხარ და ძნელად რომ გაირბინო. აი გონებაც ხშირად აი ამას გავს. გონება სჭირდება რაღაც სხვა პირობები რომ კარგად იმუშაოს. სჭირდება ისიც რომ მანამდე იაზროვნოს, მანამდე იკითხოს და ასე შემდეგ და ეხა ეს პროცესი ფაქტიურად მე ესე ვიტყოდი რომ მოშლილია. თან რა მომენტია იცით ჩვენი თემებით სააზროვნო არის ხშირად დაბიო და არა ჩვენთვის მაცხოვნებელი. აი ესოს ლოცვას აქვს ერთი საინტერესო მხარე. ბევრი საინტერესო მხარე აქ ერთს გამოყოფ. პირადად მე შემინიშნავს რომ დამიწყე ესოს ლოცვა. იმ თემებზე დამიწყია ფიქრი, რომელიც ჩემთვის საჭირო ყოფილა. თორე შეიძლება 1000 თემაზე ვიფიქრო. და როგორ შეგრძნება ყოფილა, იცი რომ უფალმა სწორედ ის თემები წამომიწია წინ, რაც მე მჭირდებოდა. ასე დღეს რა თქმა უნდა ადამიანის აზროვნება ფრიად დაკრინებულია და გაზედებებულია და ყველაფერთან ერთად გვეზარება, იმიტომ რომ რაღაცნაირად გათანგულები და დაუსებულები ვართ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. მამაოხ თქვენ რასაც ამას საუბრობთ, ეს ყველაფერი ის სიკეთე, ის პასუხები მოდის ეკლესიიდან, თუ ადამიანმა რა ქნას იმის იქით და ჩემს მაგალითად მე რაზეც პასუხი მიმიღია, ყოველთვის ყოფილა ღმერთისგან და ღმერთი ჩემს ყოფილა ყოველთვის ტაძარში. ხო, დღევანდელი ეს ადამიანი, მამო, რომელიც სიტყვაზე არ მაცობს, თუნდაც ჩემზეც რო ვთქვა, თუ ან ნებისმიერზე, ხო? ამ შემთხვევაში ხო ეკლესიაში არ მოდის და ეძებს იმას რომ ეკლესიური ხალხი განახოს ისეთები რომლებიც რამე დააშავეს ან რამე დაშავდა. კი ძალიან ცუდია რომ რაღაცა შავდება ხოლმე ხა და წმინდანი არავინ არ არის, მაგრამ ეხა ეკლესიაში იუდას ძებნით შენ ვერასდროს ვერ იგებ. და სულ ყოველთვის აი რომ მithქვამს რომ აი გზა არ არის, სასწაკვეთილი ხარ. ხო იცი რომ ეს რატო ხდება რომ მიხვიდე ეკლესიამდე ან სწორ გზამდე და სწორი გზა ერთადერთი არის ეკლესია და სწორი რა თქმა უნდა მართლმადიდებლობა და ეს არწმუნოება ხო და მოდი მეთქი რაღაცა კონსულტაცია გავიაროთ მოზღვართან რაღაც და ეს პირველი პასუხია ისეთი რომ სად მოვიდე და გეუნება იმას თუ ეკლესიას რა დაუშავებია განა ის რომ ეკლესიას რა გაუკეთებია აი 10000 ხო კაი გააკეთა მაგრამ ეკლესიას არა თვითონ მაგრამ ეკლესიაში მყოფ ვიღაცა ადამიანს ეხლა ვიღაცა გამოხდა პეტრი ან ვიღაცა ხო გამოხდა და
დააშავა ხო რაღაცა. აუ არა, აი რა დააშავა სიტყვაზე. აი ამ მომენტს მამაო ძალიან ცუდად, იმას თავისას მოკითხავს, ვინც ცუდად იქცევა და ვინც ადამიანებს ეკლესიიდან ესე გადევნის, მაგრამ იმ ადამიანებს მამაო, აი რა შეიძლება, იმიტომ რომ ბოროტი ატყუებს ხო ფაქტიურად. ერთადერთი საშველი აქ აქვთ და აქაც ისეთ პრობლემას ანახებს, რომ ანუ როგორ უნდა იაზროს ადამიანმა მამაო იმაზე ზემოთ ვიდრე ხედავს. ანუ ხო არის რომ აი სიტყვაზე ძალიან მაღალი დონის უნდა იყო, როცა დაინახო ღმერთი და არა სიტყვაზე ჯიპიანი მამაო, ან ვიღაცა სიტყვაზე. უნდა იყო ცოტა მაღალი დონის, რომ შენთვის ეს იმის იქით ხედავდი, ანუ მატერიალურად არ უნდა აზროვნებდე. მატერიალურად როცა აზროვნებ, მაშინ ხედავ პეტრეს ან ვიღაცას ჯიპიან მამავს ან ვიღაცას და როცა მატერიალურად არ აზროვნებ და შენი მაღალი დონის ხარ, ხო? უფრო სხვა რაღაცეებს აქცევ ყურადღებას. შენ ხვდები რომ იქ შენ თუ წესიერი ხარ და ვიღაც არაწესიერია, პირიქით შენ ჭირდები იმ სიწმინდეს და მიდი იქნებ რაში გამოადგები, ან რა მაგალითს მისცემ. ან ასე შემდეგ. იმიტომ რომ ადამიანები ამბობენ მე წმინდა ვარ და მე იქ არ მოვალ, იმიტომ რომ ვიღაცა ცუდი დადის და პირიქით შენ თუ წმინდა ხარ, იქ არის შენი ადგილი, ხო? აი მას როგორ უნდა მიხვდეს მამაო, აი იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის აზროვნება ჭირდება ადამიანს, რომ აი ამ ყველაფერს შეხედოს და მე კიდე მოვიდეს, თუნდაც დღეს, იმიტომ რომ ყველაფერი მოხდა და ყველაფერი დაშავდა იმისაც, რომ ადამიანები ეკლესიიდან წავიდნენ და ზოგს არც ვამტყუნებ. მაგრამ ანუ ამით რას კარგავს, ან რატო არის ესე დღეში, იმიტომ რომ ადამიანი რატო უნდა უცდიდეს თუ სად ხდება რაღაც ცუდი. უნდა უცდიდეს იმას თუ რა გაკეთდა კარგი, ხო? და 1000 მაგალითია გაკეთებული, ხო, კარგისა. დიახ, თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით ცოტა კითხვა გამიგზავნა და ბოდიშ გიხდით, მამაო რა. მე ახსენდება მამა პაისიათონელი ამბობდა, რომ ორ კატეგორიად ყოფდა ადამიანებს. ერთი კატეგორია ემსგავსება ბუს, რომელიც სხვადასხვა უწმინდურებას აჯდება და თქვენ იცით რა შემაწუხებელია ზაფხულში ბუზი და მეორე კატეგორია არის ფუტკარი, რომელიც სხვადასხვა მცენარეს ასე ვთქვათ თავის ნესტან ჩაასობს, იქიდან ამოიღებს და მე თავს აკეთებს. და ზოგიერთი ადამიანი არის მიდრეკილი ამისკენ. პირადად მე აი თუ შეიძლება ითქვას ჩვენ ქართველებს გვაქვს მაინც გამონათქვამი თეთრი შური, თუმცა ამბობენ რომ შური შურიაო, მაგრამ პირადად მე მაინც გონია რომ რაღაც გარკვეული კუთხე თეთრი შური არსებობს. თუ თეთრი შურით შემშურებია სხვის, აი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვებს არ განეკითხავდნენ და რომლებიც ასე ვთქვათ და კარგი ამოქონდა. კი აი მახსენდება ერთ-ერთი მოძღვარი ქადაგებდა მამა შიო იყო ხარძეიშვილი, ყინწვისის მონასტერში იგი დაკრძალული ახალგაზრდა გარდაიცვალა. ისო რომ გაიგებდაო ადამიანზე ცუცო, დახრიდაო თავსო და მიდიოდა თავის ენაქშიო და ჩვენ კიდე ისე ვართ მოწყობილებიო, რომ ყურები გვიფართოვდებაო, ოღონდ გავიგოთო. ცნობის მოყარება კლავსო ცუდის გაგონებას. სულიერება ამას გულისხმობს. მაგრამ საქმე რაშია, რომ აი აღნიშნე, რომ პირადად მე ვფიქრობ, რომ ერთი დიდი ფსიქოლოგიური კონფერენცია არის მოსაწყობი. ამას ხშირად აღნიშნა თუ განვითარების რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა ფსიქოლოგიური მახასიათებლი ახასიათებს დღეს ჩვენანდელ ქართველობას. ერთ-ერთი იქნება ეს დაბოღმილობა და მისრაფება ცუდის გაჭერის და გაქილიკების ხვის. ასე რომ ეს ძალიან წინ არის, მე ესე ვიტყოდი, წამოწეული სამწუხაროდ. ეხლა აქ სხვა მომენტებიც ერთვება. კერძოდ ის, რომ ხშირად აღნიშნავ, რომ დღეს ეკლესიას ძალიან დიდი ძალები ებრძვიან და ყოველთვის ეგრე იყო. და ამ ძალების მოქმედება გულისხმობს იმასაც, რომ დლის სახება გაუფასურდეს. ცუდი მღვდელი, როგორც ცუდი ექიმი, ყოველთვის იყო და იქნება. ეს პრიმიტივიზმია დაუშვა ის, რომ ყველა იქნება მოწოდების სიმაღლეზე. რა თქმა უნდა იყოს ძალიან სწორი საკადრო პოლიტიკა და ჩვენ ამ კუთხით გვაქვს საკმარისად შეცნობები დაშვებული. პირდაპირ უნდა ითქვას, მაგრამ მაინც გინდა არ გინდა ეშმაკი განსაკუთრებით ებრძვის მღვდლებს. ეს კატეგორია, აი რო ავიღოთ ჩვენ ბრძოლა, ფრონტის წინახაზე ვინც დგას, არა, იმის ალბათობა დიდია რომ ის დაიღუპოს. აი მღვდლებიც ესე არიან, სულიერი ფრონტის წინახაზე დგანან. ეს რა თქმა უნდა მათ არ ამართლებთ, უბრალოდ ვიძახი რომ
ძალიან დიდი დახვეწილი ბრძოლა მიდის. სანამ ერისკაცი ვიყავი, მეგონა რომ ყველაფერის აზრზე ვიყავი, მაგრამ როცა კაბა ჩავიცი, მივხვდი რა რთულია ლის ყოფა და როგორი რთულესი ვერაგი სხვადასხვა სახის ბრძოლა მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. არის კიდევ ესეთი მომენტიც, მე ესე ვიტყოდი, როდესაც ესეთი ადამიანები ქილოკობენ ეკლესიის მსახურებზე, რომ სხვათა შორის ერთ-ერთმა მრევლმა გამიცნობიარა, რომ ეს რაღაცნა კუთხითო თავდაცვითი რეაქციაც არისო, თვითონ არ ინდომებინო, ეზარებათო და ამართლებენო საკუთარ თავს, რომ აი იქ როგორ წავიდე და ვის უნდა ვენდო. თავდაცვითი რეაქციები ადამიანში არის, აი ისე დაიცავს თავს, რომ აი სიღრმეში არ წავა, ამის ნამდვილი მიზეზი რა არის, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ, მოვიდა ეს ხანა, რომ ზოგადად ადამიანი ეძებს უფრო ცუც და აი ეს კარგი რომ დაინახო, იცით, ამასთან ერთად მადლიც არის საჭირო, აი ჩემი მაგალითი რო გითხარით, რომ სხვას რო ვაკრიტიკებდი და ლოცვა რო დავიწყე, იმ მომენტში რაღაცა მადლი შემოვიდა და კარგი რაღაცა გამახსენა. ანუ ესეც უფლის წყალობაა, რომ კარგზე გამიმახვილოს ყურადღება. ბევრი რამ არის აქ ნიუანსი, აღსანიშნავი. შეიძლება ყველას მე ვერ შევეხო, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ ვითარებას მოსდევს ეს გამასება. ეხლა აქ აღსანიშნავი ერთი რამ, რომ საერთოდ ღვთისაწინააღმდეგო ძალა პრიმიტიულად არ მოდის, ის მოდის ნახევრად სიმართლით. ის იცით როგორი ცხოვრებისეული ლოგიკით მოვა, ფაქტებს დაგილაგებს წინ. ძალიან ცხოვრებისეულს მიუღებას. მაგრამ ამას გაგიბუქებს, ამას გაგიმადრამატიზირებებს და გაუსაძლეს გახდის შენ აზროვნებას აი ამ კუთხით. ძალიან ხშირად რეალისტური მიდგომა აქვს ამ ძალას და ეს არსება არ ჩანს. თუ შეიძლება ასე ითქვას. და ეკლესიის მიმართებითაც ეს ხდება. აი ანალიზი რომ მოვახდინოთ ჩვენი ისტორიისა რა, ძალიან კარგად მახსოვს ერთ-ერთი ჩემი ახლობელი ეპისკოპოსი თუ რა აკურთხეს მისი სიტყვა. კურთხევის დროს ეს დაახლოებით ხდება ოქტომბრის რევოლუციამდე, რამდენიმე წლით ადრე. აი ეს პერიოდია და როგორ მოთქვამს თუ ინტელიგენცია როგორ ქილიკობს სასულიერო პირებზე. როგორ ჩამორჩენილობად მიაჩნიათ ეკლესიური აზროვნება და ასე შემდეგ, რომ ვკითხულობდი რაღაცა კუთხით დღევანდელი დრო გამახსენდა. მოვიდა კიდე დიდი ოქტომბრის რევოლუცია. ასე რომ საბოლოო ჯამში ის ხალხი, ის მასა, რომელიც ესე ქილიკობს და კიდევ მეორე მე აქ ძალიან კარგად მესმის, რომ რაღაცეები და ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს მიუღებელი არა. დასჯილი არის აუცილებლად, იმიტომ რომ მოდის მერე განსაცდელი. არავის არაფერი არ შერჩენია და კიდევ მეორე ეშმაკი არ მოდის პრიმიტიულად. ეშმაკი მოდის ფაქტებით, რომელიც ცხოვრებისეული კუთხით არის მიუღებელი, მაგრამ აი ამ ყველაფერს ძალიან აბუქებს და ადამიანს ხას ასმევნებს ეკლესიისთვის. და ეხაც მე ხშირად აღნიშნავ, რომ არის ცუდი მღვდელი, მაგრამ არის ძალიან ბევრი კარგი მღვდელი. რამდენი მარგალიტი მინახავს მე იქ განსაკუთრებით აი ტყეღრეში, მონასტრებში, სოფლებში. აი რომ ხედავ რა, მართლა დიდი პიროვნება. კაბა აცვია. არც ვეცხლის მოყურებაზე არ ხურდავდება. სიმდაბლე აქვს. გიხარია ამასთან ყოფნა. მოდი ამაზე გავაკეთოთ აქცენტი. ამაზე რატო არ აკეთებენ ხოლმე აქცენტი, რატო არ იხსენებენ? ეს ადამიანის შეზღუდულობის მაჩვენებელია. თუ შეიძლება ასე ითქვას. აი იმ ცუდზე აქცენტი და ის კარგი რჩება გვერდზე. არ მოგწონს ის მღვდელი დალოცვილიშვილო, წადი და სხვა მონახე ნორმალური. აქ რას აკეთებ ერში? არ მოგეწონა ეს კარდიოლოგი ვერ გიშველა, რა ხას უსავ კარდიოლოგიას თუ მიდიხარ და მეორე ექიმს ეძებ ამ სფეროში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ნიუანსები რაღაცნაირად გამოსაყოფია და კიდე ბევრი რაღაცა შეიძლება ითქვას, უბრალოდ აი ეხლა რაღაცნაირად შეიძლება არ გამახსენდეს და ჩვენი დროც გარკვეული კუთხით მაინც შეზღუდულია.
დიახ. მამაო, თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით, ხა ადამიანებს უყვართ ხოლმე, როცა ჩაუჯდებიან სხვას და ეძებენ მაშინ ნაკლს, ხო? და რატო არ ინტერესდება იმით, რომ თავის თავს ჩაუჯდეს, ან თავის თავს როცა ჩაუჯდება, მაშინ რატო ვერ ხედავს ნაკლს? აი, ანუ მე შეიძლება უფრო უარესად ვიქცეოდე ვიდრე ის, მაგრამ ჩემს აქციას ამას ვერ ხედავდე და თქვენსაც ხედავდე. ამას აი, რატო ხდება ხოლმე მამაო ეს ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ფაქტიურად ხო მოტყუებულია ის ადამიანი, ვინც თავის თავში იმას ვერ ხედავს, რა ქვია, ლოცვა და სხვის თავში ბეჭს ხედავს და ეძებსო, ხო? აი ეს მომენტი, მამაო, რატო ახასიათებს ადამიანი მაინც სულ მტკიცებს თავის თავს, რომ ვითომ რაღაცას წარმოადგენს, თუ რა დონის და რა კატეგორიის ადამიანებს ახასიათებთ, იმიტომ რომ აი ამ ბოლო ხანებში ხშირად გაისმა ეკლესიის მიმართ შენიშვნები, თვითონ სასულიერო პირები იძლევიან, რომ აი ეკლესიაში ეს ნაკლია, ის ნაკლია, ხო? პოულობენ, რომელიც აი სიტყვაზე შეიძლება აღმოგიჩინო ისეთი ნაკლი, რომელიც სიტყვაზე 20 წელი ესე ხდება, ან 40 წელი, ხო? ესეთი რაღაც, ანუ პატრიარქი შეიძლება მეუთითო ამ ბოლო ხანებში, რომ თურმე მასთან ეს ყველაფერი კარგად არ არის და პატრიარქს აქამდე ეშლებოდა. ეხა ეს დაბალი დონის საუბრებია, მაგრამ და ითქვას, მამაო, რატო ხდება, მამაო, ეს იმიტომ რომ ის ვინც გითითებს ყველაზე დიდ ცუდ დღეში, იმიტომ არის რომ თვითონ ისეთ ხიბლშია, რომ თვითონ გონია რომ თვითონ გამოსწორდა და ეხა უკვე შენ ყავხარ გამოსასწორებელი და მიგითითებს. ანუ ადამიანი მაინც ვინც მიგითითებს, მასწავლებლის როლში გევლინება და მეგონი ცოტა უხერხულიც არის პატრიარქს, რომ მიუთითო და რა ვიცი, ამდენი რაღაცა გამოიარა და ეხა მასწავლებელი რო იყო ეკლესიისა, რომელიც ამდენი ხანი მოდის. და თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რას ურჩევდით იმ ადამიანებს ან იმ სასულიერო პირებს ფსიქოლოგიურად თუ შეიძლება, იმიტომ რომ თლაც საღი გონების ვერ უნდა იყო დღეს ხა პატრიარქსო შენიშვნები მისცე, ხო და აი ამასთან დაკავშირებით რას ურჩევდით იმ ადამიანებს, აი თავშეკავება თუ აი ისტორიულად რო გადახედოთ, რას მოუგია? არა მოუტანია. იცი გიორგი, მე მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება წინ წამოწიოთ თემა, რომელიც სხვათა შორის ბევრს აინტერესებს, არა განსხვავება განკითხვასა და მხილებას შორის. დიახ. აი რა განსხვავება? დიახ, მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ თან შენდობაზე ეს ყველაფერი მოქმედებს და იქნება. განკითხვასა და მხილებას შორის უპირველეს ყოვლისა ის განსხვავებაა, რომ როდესაც განიკითხავ ადამიანს, აქ ხშირად მოდის ბოროტის სიხარული. შენი თავის უპირატესობა, რომ აი ის რასაც აკეთებს, მე ხო ამას არ გავაკეთებ. რაღაცნაირად წინ წამოწევ ამას, მე საუბრობ, ჭორაობ, კილიკობ ბოროტად, ანუ აქ ხილებას რა ქვია ტექსტი აქვს, რომ ბრჭყალებში, რომ სხვისი გამოსწორება კი არ გინდა, არამედ იმიტომ რომ ბოროტად გიხარი, იმიტომ ვლაპარაკობ და როდესაც ხილება საღია, მე კიდე შევეხები ამ თემას, ამ შემთხვევაში შენ გულით ტკივა და გინდა რომ გამოსწორდეს ადამიანი. გაიგეთ რა შეასაკ. აქ არ არის ლაპარაკი ბოროტის სიხარულზე, როგორც ძალიან ახლობელია შენი და რაღაც ნაკს რო ამჩნევა რა. შეიძლება მიხვიდე და უთხრა. არა იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ შენი უპირატესობა წარმოაჩინა, არა იმიტომ რომ გულით ტკივა რომ გინდა გამოსწორდეს. ასე რომ ძირითადი განსხვავება ეს არის. ხილება თავისი საღი ხილება, თავისი არსით არის მოწოდება რომ ადამიანს დაეხმარო. მაგრამ უნდა ითქვას ის რომ ხილება ეს არის ხელოვნება. ძალიან ხშირად ხილება ჩვენი რას ეფუძნება? ეფუძნება იმას, რასაც ეფუძნება განკითხვა. ანუ ადამიანი ახდენს თავისი ამპარტავნების, თავისი მრისხანების, თავისი შურის რეალიზებას ხილებაში. მერე ფორმა არ აქვს, მე ასე ვიტყოდი სწორი. აი მაგალითად ძალიან საინტერესო ნიუანსები ეკლესიური კუთხით. ეკლესია კრძალავს ხილებას გაბრაზების დროს. არა ეგეთი გამონათქვამი, რომ მრისხანებით ნათქვამი სიმართლეც კი ცოდვად ეთვლება ადამიანს. და არა ესეთი წესი, თუ უნდა აუცილებლად უთხრა ადამიანს, არა იმ მომენტში 33-ჯერ უნდა თქვა იესოს ლოცვა და მერე უნდა უთხრა. თუ სწრაფად არის სათქმელი. იყო ესეთი წინამძღვარი ოპტიზმს მოსე, რომელსაც საოცარი მიდგომა ჰქონდა, მის დაქვემდებარებაში ბევრი ბერი იყო და მორჩილი და ბუნებრივია შენიშვნების უნდა მიეცა. ის უყურებდა ადამიანს აიტანდა თუ არა შენიშვნას, თუ ხედავდა რომ ვერ აიტანდა, არა თავს ანებებდა და არ ეუბნებოდა. გადიოდა თვეები და ვერ ეუბნებოდა, მანამდე ლოცულობდა მისთვის. წარმოგიდგენთ თქო როგორი ნატიფი დამოკიდებულება იყო ამ კუთხით. ასე რომ ხილება ეს არის ხელოვნება.
და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ფორმა გამოვნახოთ. თვითონ წმინდა წერილში აწერია თუ შენი ძმა აშავებსო ჯერ რომ ცალკე გაიყვანეო. მერე სხვებთან ერთად და მერე შეიძლება ეკლესიის წინაშე სამხილო. როგორი ის არის ეტაპებია მხილების. და გამოყოფილია ის სასულიერო პირების საცდურების მართალი გითხრათ. ერთ-ერთი სასულიერო არის მხილება. სასულიერო პირი გამოდის ამ ხელს, მრევლს, შეიძლება სხვა სასულიერო პირებს უფრო მაღალ იერარქებს და ეს არის მისი ხიბლის ამპარტავნების გამოვლენა. ეს მხილება ადამიანს კი არ წაადგება, არამედ რთგუნავს. რაღაცნაირად აპატარებს ეკლესიისგან განაშორებს და მინახავს მე ეგეთი ხალხი მღვდლის მხილების შემდეგ როგორ წასულა და წლები არ მოსულა ეკლესიაში მისი უხეში ფორმის გამო. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. პირადად მე აი პირდაპირ გეტყვით, როგორც ყველი ვიტანჯები, ხშირად იმით განსაზღვრო ფორმა, აი როგორ უნდა უთხრა ადამიანს სათქმელი და მივცე შენიშვნა. ერთი პერიოდი რაღაც იმას ხელმძღვანელობდი მოკლედ საქმეს და იქ შემავალი ადამიანები ხან აგვიანებდნენ, ხან საქმეს არ ასრულებდნენ და პირდაპირ ვეუბნებოდი ხოლმე სათქმელს და ფორმა ისეთი იყო, რომ მათ წმინდა და მეც უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თავით. მე სხვათა შორის რამდენიმე დღე ვისტიდი ხოლმე და კარგად რომ მოიხარშებოდა ჩემში ყველაფერი, მე ვეუბნებოდი და ფორმაც ისეთი გამომდიოდა, რომ მათაც არ წმინდა და მეც უკმაყოფილი ვიყავი. ასე რომ ძალიან ბევრი ნიუანსია, თუ შეიძლება ასე ითქვას. დღეს განკითხვის და არასწორი მხილების ხანა დადგა ყველაფერთან ერთად. და განკითხვასთან მიმართებით ისიც ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი კანონია, რომელიც განკითხვის და განეკითხეთ. ძალიან ხშირად მომისმენია მე, ვისაც სულიერი ხედვა გახსნილი, რომ განმიკითხავს ადამიანს ზუსტად იმ ცოლვაში ჩავარდნილ მე. და პირიქით, რაც უფრო ღრმად შედიხარ და ქრისტიანულ სამყაროში და ეცნობი საკუთარ თავს, იქ შეიძლება სრულის აღარ გქონდეს სხვითი განკითხვის, იმიტომ რომ იმდენ უარყოფით აღმოაჩენ საკუთარ თავში. და იმასაც იჭერ, რასაც ასე ვთქვათ, ადრე ვერ იჭერდი. სხვათა შორის არის საინტერესო მეთოდი, სხვათა დაკვირვების მეთოდი არის ფსიქოლოგიაში, როცა სხვებს უკვირდები და შტერნი იყო ეგეთი დიდი გერმანელი ფსიქოლოგი ამბობდა, რომ მაგალითად ყველა ადამიანს შეუძლია გაუგოს მაგალითად მკვლელს, ყაჩაღს, მრუშს, თუნდაც ესეთი არ იყოს. და აღნიშნავდა, რომ ყველაში მოიცემა გარკვეული ფსიქოლოგიური ტიპი, ყველაში არის რაღაც ყაჩაღური, რაღაცა მკვლელის, რაღაცა მრუშის და ასე შემდეგ და ამიტომ შეგიძლია სხვას გაუგო. ხო და საით მიმყავს ახლა ეს ყველაფერი, რომ ადამიანები ვართ. ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს განკითხვის დროს და მხილების დროს. თუმცა გულახდილად რომ გითხრათ, გიორგი, მეც იმის მომხრეც არა ვარ, როდესაც ადამიანს ზედმეტად აკომპლექსებენ ხოლმე. რა გაგებით ვიძახი, რომ აი მაგალითად განკითხვაში რო არ ჩაგეთვალოს, განკითხვისკენ რო არ წახვიდე, არაფერი ისეთი არ თქვა, რაც კრიტიკულია, თუნდაც ეკლესიის მიმართ, თუნდაც სასულიერო პირის მიმართ. შეიძლება ამან ჩვენ გარკვეული კუთხით გაგვათამხედონ. პირიქით, მე ადრე დავსვი ეს საკითხი, რომ მე რომ მკითხო, სოციალური გამოკითხვა უნდა ჩაატარო, მრევლს ხალხს რა არ მოსწონს ეკლესიასთან მიმართებით. რა კრიტიკული შენიშვნებია. გავაკეთებინებ, აუცილებლად გავაკეთებინებ. ხო, კარგი იქნება ყოველ შემთხვევაში. ანუ არა, კიდევ მე რომ ბოროტი ქილიკიდან გამომდინარე, არამედ გჭირდება, როდესაც სასულიერო პირი გავხდი, ეხლა მართალია უკვე რაღაცნაირად აღარ მივყვები ამას. მახსოვს რამდენიმე კაცს ვთხოვე, აი რაც არ მოგეწონება ჩემში, არ მოდი და მითხარი. მე შეიძლება ეხლა არ მესიამოვნოს და ადამიანები ვართ, მაგრამ ჩემთვის ეს იქნება კარგი. ეხ მაგრამ აი შეიზიზღებ, აი მე დღეს სხვა მომენტია მამაო, იმიტომ რომ ეზიზღებით მე. ანუ გეზიზღებ მაინც ბრძოლა და მაინც ვინც გაკრიტიკებს, ვინც იმას გიშება, არ მოგწონს, არ გსიამოვნებს რა, აი მართლა ეგრე არის. დღეს მართლა წმინდანი უნდა იყო, რომ ეგ გესიამოვნოს და წმინდანი თუ ხარ, ამათა რა გინდა საერთოდ მაგ ხალხთან არ იქნება. აი თუ შეიძლება მამაო, ოჯახებში ხდება ხოლმე ხშირად, აი შენიშვნები, ესე როგორ უნდა გაითვალისწინონ, ხა არა მარტო საერთოდ ეკლესიის მხრივ არ მიუდგები, ეკლესიაც ოჯახია ვიღაცისათვის, ხო, თავისი ოჯახი ეკლესია, ხო, ვიღაცისათვის. აი ოჯახში ხდება ხოლმე, რომ სიტყვას დიასახლისი, რაღაც ზოგი საჭმეს აკეთებს, ზოგი ალაგებს, მაგრამ ვინც არ ალაგებს, ვინც არაფერი მოდის და შენიშვნებს, ადვილად იძლევა, იმიტომ რომ ოჯახის უფროსად დადგინდა რა ოდესღაც რა. აი ამ შემთხვევაში ვიცი რომ ბევრი სათქმეს ვამბობ და მაგიტომ ეხა გულს გფხანთ რა, ესე რომ ვთქვა და თუ შეიძლება მამო ამასთან დაკავშირებით, აი რა უნდა ქნა, ან ის შენიშვნები როგორ უნდა მივიდეს ადრესატამდე ისე რომ
მთავარი და ის მნიშვნელოვანი არ დაინგრეს, იმიტომ რომ შეიძლება მამაკაცი მივიდეს ოჯახში და ისეთი შეინიშნა დადოს, რომ მთელი ღამე დიასახლისი ცხარიცრემლი ტიროდეს. დამიგე შეიძლება ემზადებოდეს თელი დღე რაღაც საჭმეს უკეთებს და ეს მივიდეს და ამის არაფერი არ იყოს ან რაღაც. ანუ ეს რო არ გამოგვეპაროს, უნდა გავითავისოთ, მაგრამ როგორ გავითავისოთ, მამო, ის ადამიანები, ვინ ჩვენს გამო შრომობენ და ჩვენ რო შემდეგ შეიძლება ჩაიარო და ამდენჯერ ყოფილა ხო მამო, რაღაც გაგიკეთებია და ვისაც გაგიკეთებია ჩამოულია და რა მოლოდინიც გაქვს შენ კი შეიძლება რაღაცა ამპარტავნება მე რო გაქებენ და რაღაცა მაგრამ ის მოლოდინი არ გაუმართლებია რა ასე რომ ვთქვა რა თუ შეიძლება ძალიან ხშირად კი რა ყოველ დღე ხდება ეს ჩვენ ცხოვრებაში რომ ბოროტმა გათქმევინოს რომ აუ რას ვაკეთებ რა მეტი საქმე არ გაქვს ასე შემდეგ აი მაგრამ თუნდაც ის რომ ამაზეც არის მიბმული რომ თუნდაც თქვენ როგორც მღვდელი ამდენ შრომობთ იქ სხვა სასულიერო პირები ვინც ჩემთან მოდიან ამდენ შრომობენ და რაღაცა ვიღაცა სადღაც რაღაცა ისა ყავს აქვე მანქანა ყავს ან ვიღაცა რაღაცას გამოვა იტყვის ტელევიზორს შეიძლება ამის გამო თქვენ ყველას შრომას წყალში გიყრიან ჩვენაირი უმადური ხალხი აი თუ შეიძლება ძალიან გულსატკენია რა ანუ ეს ოჯახსაც ეხება რა თქმა უნდა და ყველაფერს რა რომ რაღაცას აი ანუ თქვენ ვერ გიგებენ თქვენსას ხდება რომ ვერი თავის ეხწინათ მამა უყავდა და დავკარგეო რაღაცა მოხდა 17 მაისი თუ რაღაცა მრევლიო გამექცაო იქ რაღაცა არა და ამ კაც არაფერი დაუშავებია უბრალოდ თავის იქ რაღაცა გარბიან ნუ ის თავის თავს უშავებს საბოლოოდ მაგრამ ანუ რატო ხდება რომ არ ფასდება ეს ადამიანის ცხოვრებაშიც ესეა მამო შვილი გაზარდო შეიძლება და შვილმა არ დაგიფასოს და შეიძლება კი არა 80% იმას ვერასოდეს ვერაფასებს რას სულსაც შენდებ იმ ყველაფერში რასაც აკეთებ და გულნატკენია ადამიანი და დაბოღმილი და სწორიც არის ხა ბოღმას დავიწყე ეს თავიდან რომ დაიწყო და იქ მივედი თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ხო შეიძლება ერთხელაც ამ პატრიარქსაც თქვენ სასულიერო პირებს მოგბეზდეს ეს და თქვა რომ თქვენთვის შრომობ თქვენ დაუნახავებო და რომ გაიხადოთ კაბა მე ხომ მიხვდებიან თქვენ ფას მაგრამ აი ხა რა უნდა ქნათ მამა ამ შემთხვევაში სიტყვაზე ხო ბოდიში გიხდით რა ესე რომ გაგზელდა და ეს 4 წუთი თუ ილაპარაკებ თქვენ ამ ყველაფერზე იმიტომ რომ ადამიანი მაინც საბოლოოდ ისეთი დამნახველი ვერ არის რაგულითაც თქვენ მას რაღაცას უკეთებთ ეხლა თქვენ რასულით მოხვედით მე ვიცი აქ და რამდენ ხანს საუბრობდით იქამდე რომ მობზანებული ყავი და შეიძლება ვიღაცისაც ეს პულტი გადართოს აუ მოიცარ ეს მამაო და გიორგი რაღაც ლაპარაკობენ და გადართოს და საერთოდ არ აინტერესებდეს და რაღაცა ნაკოს ეძებდეს ჩვენში რომ რაღაცა იპოვოს ისეთი რომ აი ნახე რა ცუდები არიან ამათ როგორ უსმენ შეიძლება თავის ენებს ეუბნება სიტყვაზე ამასთან დაკავშირებით ხო ისე აი ბოლო სიტყვებმა რაც MBB-ს გეიმისკერო რაც მადლობა უთხრა ამ ტელევიზიას იმიტომ რომ ბევრი არხი მოდლებს მაინც არ აჭაჭანებს თავის ეთერში ეგ ის არხი დაიხუროს მაშინ მე აქ რა მინდა თუ აქ თუ ეკლესიას პატივი არცეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ რაღაცა კუთხით გამონაკლისიც ხართ თუ შეიძლება ასე ითქვას ამიტომ მადლობა ამისთვის ჩემო თქო არჩევნო თქოს არ მე მართლა არის ხო მე თქვენი ნაწილი ვარ მამა არა მინდოდა რომ აღბინიშნოს და მინდოდა ხა რაზეც ვისაუბროთ უმადური არ უნდა იყო და ჩვენ უნდა ვიყოთ უმადურები და დავაფასოთ ის რაც არის ძალიან დიდი მადლობა ასე რომ მადლობა მინდოდა სხვისთვის და გამომივიდა ჩემთვისო აი ეს ბუნებრივად მოხდა ასე რომ პირიქით ძალიან კარგი რომ ესე მოხდა და რომ გითხოთ. საერთოდ როგორ გითხათ ახლა დაფასება ძალიან ბევრ რაღაცის გადატანაში ჩვენ შვილის ქრისტიანული მიდგომა რომ აქ რომ არც დაგაფასო, მაგრამ უფალი დაგიფასებს და მე შტაუმალობა დაგიფასებს თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ აქ რაც უფრო დაუფასებელი ხარ, ზეცაში მეტი ქულები გეწერება და მეტად ფასდები ზეციურ სამყაროში. პირიქით, როდესაც სიკეთეს აკეთებდნენ, დიდი სულიერებით გამორჩა ქრისტიანული მოღვაწეები ჩუმად აკეთებდნენ, რომ ხალხს არ გაეგო და არ დაეფასებინათ და აი სალოსები ვინც არიან, მამა გაბრიელი რაღაცას თუ გააკეთებდა, მე ისეთ რაღაცას გააკეთებდა, რომ წაეშალა, ასე ვთქვათ, თავისი ავტორიტეტი სხვის თვალში. ასე რომ ქრისტიანული მიდგომა ეგაა. თუმცა ადამიანად მაინც გულიქთქივა ომადურობის და 21 საუკუნის ადამიანის შეზღუდულობა მე შევზღარდება რომ ომადური ხალხიც საკმარისად გამრავლდა. რო არ ფასდება რა. რა თქმა უნდა არ ფასდება და რაც შეეხება იმას რომ ოჯახი მე ესე ვიტყოდი რომ ოჯახი ერთ-ერთი ურთულესი სფერო არის
გარემო თავის გაკონტროლების კუთხით. სამწუხაროდ ამას ბევრი ვერაცნობიერებს. გარეთ უფრო ვიკავებ თავს და ძილობიანები ვართ და ოჯახში ფეთქდებით ემოციებს ეგრევე ვაძლევთ გაქონების საშუალებას. თითქოს იღლებიო გარე და უკვე სულ არ ფიქრობ სახში. ასე რომ იქ ხშირად იშვება შეცდომი და მე რომ მკითხვა რა, თუ გინდა რომ სიმშვიდეს მიაღწიო, უპირველეს ყოვლისა ოჯახში უნდა მიაღწიო და მე ხარ უკვე მაღალი კლასის, ასე ვთქვათ, მოღვაწე. ასე რომ ეს ძალიან ესეთ კიმნეული თემაა ოჯახური ურთიერთობები. ძალიან დიდი მადლობა მამაო. ამასთან დაკავშირებით თუ მოხვალთ, თქვენ კიდე გაგვახარებთ ძალიან. აი ამ თემასთან დაკავშირებით აი ხავი თუ აი გავაკეთე პირობას გაძლევთ და თქვენ მოგიწევთ და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ სამწუხაროდ დრო გავიდა. ხვალ დილისათვის ეხა 1 წუთი პატივი მეც დამდე ხასოზე ვარ და 1 წუთი კიდე თუ დაგვიმატეთ ბოდიში გიხდით რა. იგითკენ ვინც ას აკეთებს საერთოდ თავის თავს უკვე კარგს გააკეთებ, შენ თავს უკეთებ, ცუდ გააკეთებ, რა თქმა უნდა შენ თავს უკეთებ და ამასთან დაკავშირებით ოჯახთან დაკავშირებით თუ შეიძლება რომ მოგიწვიოთ კიდე დიდ მადლობას მოგახსენებთ მამაო ესეთი საინტერესო და ლამაზი საუბრისათვის. ჩემი კითხვები გამომდინარეობს ყოველთვის იქიდან, იმიტომ რომ მე აქ ჩამოწერილი არ მაქვს ხოლმე თუ რა საინტერესო რა მოძღვარი არის ჩემთან აქ და იქიდან გამომდინარე არის ჩემი კითხვები, რომ როცა საინტერესო საუბრობს მოძღვარი და ძალიან დიდი მადლობა თქვენთან ყოველთვის მებადება კაი კითხვები ხოლმე და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მამაო ამისათვის. მოვიხიბლე კიდევაც ჩემით ბოდიში გიხდით ესე ხუმრობ. შაბათს დაგიმუნდებით საღამოს 9:00-ისათვის. მე გახდით გიორგი დარასელია, მამა დავით ციცქიშვილი გახდა ჩემი სტუმარი და რა ვიცი, ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონოთ Facebook-ზე ესეთი გვერდი, ეს გადაცემები ყველა იდება იქ და მადლობას მოგახსენებთ მამაო მობრძანებისას, ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო ხართ და იქნებით და მადლობას გიხდით ესეთი ლამაზი ეთერისათვის. კარგად ზანდებოდეთ, ხვალ დილა 7:30-ისათვის ეს ეთერი აუცილებლად გავა განმეორებით და შაბათს საღამოს 9:30-ისათვის დაგიმუნდებით. კარგად ზანდებოდეთ დროებით.